სახელით ამამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღევანდელი დღე, რომელიც ესე იწოდება ადამის 60-დან განდევნის დღე. ასევე დღევანდელი კვირა იწოდება მიტევების კვირად. სულიერი და ინტელექტუალური თვალსაზრისით, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არც ისე იოლი გასაგები. ჩვენ თუ გვინდა რომ არ გავიგოთ და ჩვენ თუ გვინდა რომ ვერ გავიგოთ, მაშინ ჩვენ შესაბამისათაც შეიძლება ვიცხოვროთ. დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც თვალი ხედავს, რაც ყურს ესმის, რასაც ჩვენი ხუთი გზნობა ვკარნახობს და ინფორმაციულად გვაწვდის. მე გულისხმობ სულიერ რელიგიურ ცხოვრებას, ეკლესიურ ცხოვრებას გულისხმობ. მაგრამ ჩვენ როგორც ადამიანებს და მით უმეტეს როგორც ქრისტიანებს იმხელა დავალება გვაქვს მოცემული ღვთისაგან, რომ მე მეეჭვება რომ ეს ზედაპირული მიდგომით ჩვენ საქმის არ ჩავწვდით. გადის წლები ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა და ჩვენ თუ მაინც ცოტათი მაინც ჩავუღმავდებით საკუთარ თავს, დავინახავთ, რომ მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენი მდგომარეობა სახარბიელოა თუ არა? ძალიან ადვილია ეს. როგორც კი ეცდები, რომ შენი თავი შეადარო მაცხოვარს, რომელიც ადამიანად იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენ მას მივბაძოთ. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. როგორც კი შეეცდები, რომ შენ თავში განახორციელო ის, რაც უფალმა თქვა, რომ ვინც მეორედ არიშობაო, ვერ შევა სასუფეველში. როგორც კი ეცდები განახორციელო ის, რომ ვინც საკუთარ თავს არ უარყოფსო, არ აიღებს საკუთარ ჯვარს და არ შემომიდგებამეო, შენ თავზედ განახორციელო, იმ წამს მიხვდები. როგორც კი ეცდები, რომ სიღრმისეულად შენი ცხოვრება მას დაუკავშირო, იმ წამს მიხვდები, რომ საქმე არც ისე კარგად არ. დღეს ადამის განდევნის დღეა 60-დან, ასევე მიტევებისა და სინანულისა და მიტევებისა. ჩვენ ამით მარხვაში შევდივართ, თუმცა დღევანდელი დღით არ დაიწყო ჩვენი მზადება მარხვისათვის. რაც შეეხება მარხვას ერთადერთი მიზანი აქვს ამ შემთხვევაში, რომ როგორმე გავიაზროთ და განვიცადოთ ქრისტეს ღვაწლი, გოლგოთის მსხვერპლი, ჯვარცმა და შემდეგ აღდგომის სიხარულში შევიდეთ. და გავიაზროთ არა ისე, როგორც თქვათ, რაღაცა მოხდა 2000 წლის წინ და ისტორია კარგად ვიცოდეთ და როგორია ღვთისმეტყველება, ესე ძალიან კარგად ვიცოდეთ თეორიულად, არამედ თანამონაწილენი გავხდეთ ამ ყოველივესი. ეს არის ამ მარხვის დანიშნულება. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ის დაცემული ბუნება გვაქვს სწორედ, რომელიც ადამიანს მიეცა, რომელიც ადამიანს ჰქონდა, რაც მას შემდეგ, რაც მან ღმერთი უარყო, რის გამოც ის ღმერთს დაცილდა. რადგან ზუსტად იგივე ბუნება გვაქვს, ამიტომ ღმერთს დაცილებულები ვართ, ასეთებად დავიბადენი და ამგვარად ვცხოვრობ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავ ჩვენ სამშობლოში დავბრუნდეთ. ადამიანთან ერთად ყველა გამოვედით. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანთან ერთად ყველანი შევიდეთ. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? იმიტომ რომ თუ ეს პროცესი ჩვენში არ დაიწყო, როგორ გვექნება თანამონაწილეობა უფლის ტკივილებში, გოლგოთაზე, ჯვარცმაში და როგორ გვექნება მით უმეტეს თანამონაწილეობა მკვდრეთით აღდგომაში, იმიტომ რომ მკვდრეთით აღდგომა ეს არის სწორედ 60-ის მარადიული სიცოცხლის ჩვენს თვალწინ განცხადება, სრულად, ხელშესახება, რომელიც მხოლოდ ვიზუალური დანახვით გნებავთ. ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, მოციქულები ხედავდნენ, მაგრამ კვლავ მიწაზე იყვნენ.
როდის დაამყარებო აქ ისევე სამეფოს, ძლიერ სამეფოს, ამას ეკითხებოდნენ, კვლავ ყდათით აღდგარ მაცხოვარ, წარმოგიდგენიათ, რა მოხდა მათ თვალწინ და კვლავ მიწაზე არიან. ანუ ჩვენ რომც გამოგვეცხადოს, ხორციელი თვალით რომც ვიხილოთ, ქრისტე ყდათით აღდგარი. ესეც კი არ არის საკმარისი. ესეც კი არა, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ქრისტიანები გავხდეთ, რომ ჩვენ თანამონაწილენი ვიყოთ აღდგომისა. არა როგორც ისტორიული ფენომენისა, არამედ თანამონაწილენი ვიყოთ მისი აღდგომისა მთელი ჩვენი არსებით. დღევანდელი დღის უკეთ გასაგებად მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე და კიდევ ერთხელ შევეხო იმ კვირებს, რომლითაც ჩვენ დღევანდელ დღემდე და მარხვაში შესასვლელად გვამზადებდა ეკლესია უკვე ამდენი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ გავიარეთ მეზორისა და ფარისევლის კვირა და გავიარეთ უძღებიშვილის კვირა. და შემდეგ საშნელი სამჯავროს კვირა. და დღეს უკვე როგორც გითხარით, ადამის 60-დან გადონის კვირაში, მიტევების კვირაში ვიმყოფებით. ჩვენ ხას უსვამდით იმას ყოველთვის და ესეა ძირითადად თუ როგორ უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდები, როგორც თქვა მეზვერე ნანობს, როგორც უძღებიშვილი ნანობს. მაგრამ მე აქცენტი გავაკეთე ჩვენ წინა საუბრების დროს ფარისეველზე და უფროს შვილზე. და ხაზი გაუსვით, რომ ფარისეველის ამპარტავნებას და უფროსი შვილის უმადურობას. ასევე შეიძლება ითქვას, ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში, აგრეთვე ჩვენ შემთხვევაში, ახლა რაც რაზეც ვსაუბრობთ, ციკნების შემთხვევა, რომელიც მარცხნივ არიან საშნელ სამჯავროზე და რომლებიც უფალს ვერ ცნობენ. ვერცნობენ, იმიტომ რომ უფალი მათ ეუნება, გახსოვთ როგორ არის? მე ვიყავი თქვენთან, თქვათ, მშიოდა, მწყუროდა, ასე შემდეგ, როდის უფალო? ანუ ქრისტე ეუნება, რომ მე ვიყავი ეს და ისინი ეუნებიან, როდის უფალო? ანუ ისინი ვერ ცნობენ ქრისტეს. კი, ტახტზე მჯდომარეს ძლევამოსეს როგორ არ ცნობენ? სხვა რა გზა გაქვს, მაგრამ სულაც არ ჭირდება ქრისტიანობა ისე იცნობს ყველა, როცა უფალი დაბრუნდება, მაგრამ თავიანთ მიწიერ ცხოვრებაში ისინი ვერ ცნობენ ქრისტეს. როცა მათ უფალი ეუნება, რომ მე ვიყავი. ანუ ნახეთ, ციკნების ვერმცნობელობა. ფარისევლის ამპარტავნება. უძღებიშვილის უმადურობა. ეს ის თვისებებია, რომელიც ადამიანის დაზიანებული ბუნების მემკვიდრეობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, ანუ ჩვენი თვისებები. თითოეულ ჩვენთაგანში არის უმადურობა, თითოეულ ჩვენთაგანში არის ამპარტავნება, თითოეულ ჩვენთაგანში არის უფლის ვერმცნობელობა. აქ ვერმცნობელობა. როცა აქ ცხოვრობ. იმიტომ რომ უფალი გვეუბნება, მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ამინ. ჩვენ გვეუბნება, ის ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვცნობთ. საქმე იმაშია, რომ აი საშნელ სამჯაროსთან დაკავშირებით ასე უნდა ითქვას. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, საშნელი სამჯარო, უფალი არის სასტიკი. უფალი სასტიკი მსაჯულია, მან დასაჯა ციკნები, მაგრამ თუ კარგად ჩაუღმავთ, ჯერ ერთი ეს არ ეთანხმება იმ სწავლებას, რომ ღმერთი არის სიყვარული. ეს ერთი. და ღმერთი არ მოვიდა იმისათვის, რომ დასაჯოს ეს სოფელი. როცა მსგავსი რამ უნდათ იოანეს და იაკობს, არიც შერისხა მათ უფალმა, არიცით ვისი სულის ანიხათ, როცა მათ თქვეს, რომ იმ სოფელსო სამარიტელების სოფელსო გადავწვავთო, ცეცხლი ვილობითხოთ, რომ ცეცხლი გარდა მოვიდესო, შერისხა უფალმა ისინი, არიცით ვისი სულის ანიხათ. აი ეს ყველაფერი რაღაც თანხმობაში არ მოდის იმასთან, რომ უფალი ესე იგი სასტიკი მსაჯულის როლში გამოდის და მარცხნივ ყოფ ციკნებს ესე სასტიკად ექცევა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ციკანთა ხვედრი განაპირობა არა მსაჯულის სისასტიკე, არამედ მათმა მდგომარეობა. ისინი უკვე იქ საშნელ სამჯაროზე უკვე ციკნები არიან. ისინი უფალმა კი არ გახადა ციკნები, აი თქვენ ციკნები გახდები და წახვალთ მარცხნივ. არა, ისინი უკვე ციკნები არიან, არ არიან ცხრები. გახსოვთ ეს იგავი ძალიან კარგად. ანუ უკვე არიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობასაც უფლის მცნობელობის, უფლის ვერმცნობელობა ქვია. ანუ შინაგანად უფალთან ვერ არიან ისინი, ვერ ხედავენ. ამიტომ მათი ჯოჯოხეთში წასვლის მიზეზი, მათი ციკნობაა. ანუ ის, რომ მათ არ აქვთ უნარი ქრისტეს შეცნობისა, ქრისტეს შემეცნებისა.
ეს ყველაფერი იმდენად ძლიერად არის გამჯდარი ჩვენში, რომ არ იყოს საკმარისი რომელიმე წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც გვეტყოდა ადამიანებო თქვენში აი ეს უბედურება დევს და კიდე სხვა მრავალი უბედურება. და მე თქვენ გეუბნებით, რომ ეს უბედურება დევს, უფალი გეუბნებათ, ამადა ესეთი წინასწარმეტყველები მრავალი იყო, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ძველი აღთქმიდან, თქვენ იცხოვრეთ აი ასე და ასე იცხოვრეთ, გასწავლით როგორ იცხოვროთ, ცოდვას ებრძოლეთ, თქვენი ცხოვრება გამოასწორეთ და გარდაცვალების მერე თქვენ მიხვალთ უფალთან. ადამიანი იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ეს იყოს შეუძლებელი. ანუ ის რომ ჩვენ სწორი ინფორმაცია მივიღოთ, არ არის და მოვინდომოთ კიდევაც, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანის დაცემული ბუნების მდგომარეობიდან გამოვიდეთ და გავთავისუფლდეთ. საჭიროა კიდევ სხვა რამე. და ეს სხვა რამე რა თქმა უნდა ღვთისმადლი. მაგრამ ღვთისმადლი როგორ მოგვეცა? ღვთისმადლი მოგვეცა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ღმერთად მოსვლით, ღმერთის ადამიანად მოსვლით უკაცრავად. ანუ დაზიანება იმდენად დიდია, რომ აი ახლა საოცარი მსხვერპლი ხდება საჭირო ღმერთისაგან. ღმერთი მოდის ადამიანად. ჩვენ არ ადამიანურ ბუნებას იღებს, ადამიანურ ხორცს, ადამიანურ სულს, პიროვნულად ის კვლავ ღმერთია და თავის ბუნებას, ადამიანურ ბუნებას გვაზიარებს, რომელიც არის განღმრთობილი და ამიტომ ღვთაებრივ ბუნებასაც ვეზიარებით. ესე იგი საჭიროა შემდგომში ჩვენი პიროვნული არჩევანი და ღვაწლი. და ჩვენი ღვაწლი საკმარისი ეხლა თუ არ არის, მერე როგორ იქნებოდა, როცა თქვათ მადლს მივიღებდით. მადლს რომ მივიღებთ, ჩვენი ღვაწლი საკმარისი არ არის, მაგრამ მადლი გვეხმარება იმ საზომით, რა საზომითაც ჩვენ გვაქვს ღვაწლი. რაც შეეხება ღვაწლს, მე მგონი გასაგებად თქვი, ანუ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას ღმერთთან ყოფობისა. და ეს შინაგანი მდგომარეობა არის ძალიან დამანგრეველი ჩვენთვის. ღმერთი მოდის ადამიანად იმიტომ, რომ დაგვეხმაროს. ჩვენ ადამიანის მემკვიდრენი ვართ და გვთავაზობს, გავხდეთ ახალი ადამიანის მემკვიდრენი. სანამ ხარ ადამიანის მემკვიდრე, მანამდე სასუფეველს ვერ ეღირსები, შეუძლებელია ეს ჩვენთვის. განა იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ღმერთი გჯის, არამედ შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ, ფარისეველი, წესიერი კაცია ფარისეველი, მაგრამ ამპარტავნებას ვერ ერევა. უფროსი შვილი წესიერი კაცია, ყველანაირად წესიერი, მაგრამ უმადურობას ვერ ერევა. ხოლო ეს ციკანი იმიტომ არის, რომ უпроსორედ ციკანი არის, იმიტომ რომ ადამიანის გენეტიკური მემკვიდრეა, მოდი ესე ვთქვა. ადამიანის მემკვიდრეა და ამიტომ მას არ შეუძლია უნარი არ აქვს ქრისტე დაინახოს. იგი აუცილებლად როცა ქრისტეს დაინახავს და მიახლება თავის ცხოვრებაში, ან უმადური იქნება, ამ ფარისეველი, ან ამპარტავანი იქნება. სხვანაირად შეუძლებელია მისთვის. ქრისტე გვთავაზობს გამოსავალს. იგი მოვიდა როგორც ახალი ადამი და გეუბნება, შენ თუ გინდა რომ გადარჩე, თუ აცნობიერებ რომ ეს შენ გჭირდება, ახალი ადამიანის მემკვიდრე გახდი და იწყება ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. მაგრამ მე წეგან ღვაწლი ვახსენე. დიახაც ღვაწლი, რომელთაც ჩვენ უნდა ვიღვაწოთ. ანუ რა, კიდევ ვიმეორებ, პიროვნულად იესო ქრისტე არის ღმერთია, ძეღმერთი ხო არ გაორდა, ხო არ გასამდა, ერთი ძეღმერთია, ერთი მამა ღმერთი, ერთი სულიწმინდა ღმერთი, სამი პიროვნება, ერთი არსი, ერთი ძეღმერთი, მაგრამ იგი ადამიანურ ბუნებასაც იღებს. ამიტომ როცა ქრისტეზე ვსაუბრობთ, იგი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ პიროვნულად ღმერთია. ჩვენ პიროვნულად, რომელსაც იგივე ბუნება გვაქვს, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, ჩვენ პიროვნულად ადამიანები ვართ. ეს განსხვავებაა ჩვენსა და ქრისტეს შორის. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ, მაგრამ ვერ ვერებით რა საკუთარ თავს ქრისტე მადლით გვეხმარება. კიდევ ვიმეორებ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ვიქნებით პასიურნი, საიდუმლოებებს მივიახლებით, აგრე ეკლესიაში აღსარებელი, მაზიარებელი, ნათლღებულნი ვართ, ჩვენში ქრისტე შემოდის, ჩვენს გულში იკავებს ადგილს, ხო? ეს ყველაფერი მადლის მოქმედებაა. ჩვენი სულის გონიერი ნაწილობრივ განწმენდილია უკვე, იმიტომ რომ ქრისტე შეიცნო. მაგრამ ჩვენი სულის გრძნობადი ნაწილი არიცით როგორია და ნებელობითი, რა ვსგავართ, რა ემოციური წუმპე გვაქვს შიგნით და ჩვენი ნება როგორ არის დაპყრობილი ჩვენი ნებებისაგან. ხედავთ რა მდგომარეობაში ვარ. ჩვენ ძველ ადამიანს მართალია ნათლღებული ვარ და ჩვენი სულის გონიერი ნაწილი კი მიხვდა და რაღაც განიწმინდა ნაწილობრივ, მაგრამ შინაგანად რა ვსგავართ, ხო ძალიან კარგად ვიცით. და მადლი გვჭირდება
და აი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს გასაგონად, არა იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გვითქვავს ეს და ეს ხო ვიცით უკვე. არ ვიცით, საქმით არ ვიცით. ანუ ჩვენ ვაკლებთ ღვაწლს. ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ ვმარხულობთ, ანუ გარეგანი ღვაწლი გვაქვს, ჩვენ ახსარებას ვამბობთ, ჩვენ ვეზიარებით და ეს ყველაფერი ჩვენთვის გარეგნულ ღვაწლად რჩება. რატომ გარეგნულ ღვაწლად? იმიტომ რომ ჩვენ პიროვნულად არაფერს არ ვაკეთებთ ამისათვის, რომ ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ, რომ ქრისტეს მივემსგავსოთ, რომ მასთან ურთიერთობა გქონდეს. ამიტომ როცა ვსაუბრობთ გარეგან ღვაწლზე, ჩვენ ყოველთვის იმ წავს უნდა გვახსენდებოდეს ფარისეველი და უფროსი შვილი. გადასარევი ღვაწლი ქონათ. ჩვენ ვერცერთი ვერ შევედრებით. რომ ვკითხულობთ ახლა უფალი გვაძლევს ამ იგავურ სახეებს და იქ ჩანს რომ ისინი იდეალურნი იყვნენ გარეგან ღვაწლში. იდეალურნი. რომელიც ჩვენთაგანია იდეალური. რომელიც ჩვენთაგანი ლოცულობს იდეალურად, რომელიც ჩვენთაგანი მარხულობს იდეალურად, რომელიც ჩვენთაგანაც აქვს ეს იდეალური ეთიკური ნორმები ერთმანეთთან დასაჯი არავის. არათუ რელიგიურ ცხოვრებაში ჩვენ ზნეობრივ ცხოვრებაში რას ვგავართ? ხშირად რებს ვკადრობ და რებს ვაკეთებთ. ანუ მაგრამ მათაც რომ მივემსგავსოთ ფარისევლებს და აი უფროსშვილს, გახსოვთ უფალი რას ამბობს? თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისეველთა და მწიგნობართა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სასუფეველში. აღემატება კი არა, მიახლოებულიც არა ვარ გარეგან ღვაწლში მათთან და რომც გაუსწორდე და გაუსწრო, არ შველის რაღაც სხვა რაღაცაა საჭირო. რაღაც სხვა რაღაცით უნდა აღვემატებოდნენ მათ. და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით, სწორედ შინაგან ღვაწლს. შინაგანი ღვაწლის გარეშე გარეგანი ძალიან დიდ საშიშროებას მოიცავს. რა არის გარეგანი ღვაწლი? თუნდაც ისაც ახლა ვაკეთებთ, მარხვას ვიწყებთ. გაიხსენეთ რა სამოციქულო იყო დღეს, გაიხსენეთ რა სახარება იყო დღეს. თუ არ გახსოვთ, სახლში მიბრძანდებით, წაიკითხეთ, ნახეთ პავლე მოციქული და ეკლესია პავლე მოციქულის ეპისტოლეს აი დღეს გვიკითხავს. და უფლის სიტყვები მერე, როგორ ხაზს უსვავენ პავლე მოციქულისა და უფალი, როგორ ხაზს უსვავენ, რომ მარხვაში ეს გარეგნული მხარე, როგორი დამღუპელი შეიძლება აღმოჩნდეს. და ჩვენ რომ მარხვა ჭამა არ ჭამა გონია ხშირად, პავლე მოციქული ამას როგორ აქცენტებს აკეთებს სწორედ ჭამა არ ჭამაზე. და წარმოაჩენს ჩვენს დამოკიდებულებას ადამიანისადმი, დამოკიდებულებას სიმდაბლით და მორჩილებით. განუკითხველობით. აი ეს არის და ამიტომ აი დღევანდელ დღეს სწორედ მარხვაში შევდივართ, ყველაზე მძიმე მარხვა იწყება, მაგრამ ამავე დროს ეკლესია აქცენტს აკეთებს რაზე? ჭამ, რას ჭამ და რას არა ჭამ, ეს არ არის პრინციპული. ამას სხვა დანიშნულება აქვს. და ნახეთ, ღვაწლი ძალიან მძიმე ასკეზა, ასკეტური ღვაწლი, ესე იგი ძალიან მძიმე მარხვები, ზოგი რომ ახალმოსულებმა იციან განსაკუთრებად მოვა და მამაო პურზე და წყალზე დავждები რა. მთელი 40 დღე, ვეუბნები არა. ხა იმას რა თქმა უნდა არ მოსწონს, გონია რომ ეს თვითონ ჭამელია, ჩემზე ფიქრობს ალბათ და რა ენაღვლება. მე კიდე მინდა ღვაწლი, არა, იმიტომ რომ ჩვენი სულიერება ისეთი საცოდავია, ისეთ საცოდავ დღეში ვართ, რა გარეგანი ღვაწლი, იმ წამს ეგე ფარისეველი, ეგე უფროსი შვილი. აი წაიკითხეთ დღევანდელი სამოციქულო და დღევანდელი სახარება, კარგად და ნახავთ რას დაემსგავსებით, როგორც კი თქვენ იმაზე მეტ ღვაწლს აიღებს, ვიდრეს თქვენი სულიერება იტვირთ თავს ამას. და გეკითხებით, აი გარეგანი ღვაწლი. ესე იგი უჭმელობისაგან მისავათებული, მუხლდრეკებისაგან მუხგადატყავებული, უძილობისაგან, ესე იგი, უკვე მთვარეულივი დაუბორიალობ და უკვე აღარ ვიცი რა ვქნა, ისე ვარ გადაღლილი და ასე შემდეგ, მე კი არ უარყოფ ამ ღვაწლს. ეს ამას სხვა დანიშნულება, მე სხვა რამის თქმა მინდა. მე კითხვა მიჩნდება ესეთი. პიროვნული ურთიერთობის თვალსაზრისით, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ გარეგან რაღაც, ესე იგი, საოცარ გამძლეობაზე მუშაობას. პიროვნული ურთიერთობის თვალსაზრისით. აი მე და შენ მეგობრები ვარ თქვა. ესე იგი რომ დაგიმტკიცო მეგობრობა, ესე იგი და შენთან ერთი კვირის მერე შეხვედრა მაქვს რაღაც საქმეზე და ჩვენთან გვენატრება ერთმანეთს მეგობრები ვარ და დიდი ხნის უნახავი და ერთი კვირი სანამ ესე იგი შენ გნახავ ერთი კვირა ვიშიმშილებ, წყალს არ დავლევ, არ დავიბან, ნუ რაღაც ღამე არ დავიძინებ და მოვალ ცოცხალმკვდარი შენთან რომ როგორმე დამიჯერო და მიმიღო. ეს არის აუცილებელი პიროვნული ურთიერთობისათვის. ხედავთ რა უცნაური რამე. პიროვნულ ურთიერთობას ჩემი ეს ასკეტური ღვაწლი საერთოდ არ სჭირდება. გახსოვთ მაცხოვრის სიტყვები, როდესაც
მათ ფარისევლები და წიგნობრები ეკითხებიან, რა არისო, კაცო, იოანეს და სათო ჩვენ ყველა მარხულობთო, მოკლედ და შენი მოწაფეები რატო არ მარხულობენ? რა პასუხს აძლევს, გაიხსენეთ? სანამ სიძე მათთან არის. ანუ იგი მაყრიონთან არ ეგების მარხვა, მხიარულება გმართებს, როცა სიძე მათთან არ იქნება. ანუ მაყრიონთან, მაშინ ანუ გლოვა რო არ არის. ნახეთ რა უცნაური სიტყვებია. ეს თქვენ გონია ჩვენ არ გვეხება? მარხვის არსი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ვერ ვართ ქრისტესთან და გვიშლის ჩვენი ვნებებით აღსავსე ბუნება, ურჩი, ამპარტავანი, ანგარი, ეგოისტი, გარყვნილი ბუნება გვიშლის და როგორმე მოვთოქოთ. როგორმე აი ეს მიდრეკილებები ხორციელი, რომ ესე სულ რაღაცა ცუდი მინდა, თორე ჩვილი ბავშვის გული რო ქონდეს, რა მნიშვნელობა კატლეტ შეჭამ თუ ლობიოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ არა გვაქვს ეს გული. სუფთა თვალი რომ ქონდეს, რა მნიშვნელობა კაცს შევხედავ თუ ქალს შევხედავ. რომ არ ანუ ქალს დათუნაი გულის ხო წესით, რომ არა გვაქვს ეს გული. გესმის ჩვენი დაცემული ბუნება, რომ როგორმე ადამიანს ცხოველებს გავართ. ცხოველი არ კადრობს იმას, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს და ამიტომ ჭირდება ეს თორე. და რას ნიშნავს მე ვგავარ ცხოველს? ანუ რა მდგომარეობაა ეს? შეიძლება რომ აი მე ვიყო ქრისტესთან ერთად ვიყო თუ იუდა თუ არა ვარ და ისე იუდაც თითოეულ ჩათაგაში იუდა ძევს, რომელიც ამას ზოგიერთი თავის ცხოვრებაში პერიოდულად ანხორციელებს კიდევაც ამ რეალობას. როგორ შეიძლება მე ქრისტეს გვერდზე ვიჯდე, მას უსმენდე და ცხოველური პირუტყული მიდრეკილებები და ზრახვები მქონდეს? ხომ გქონია თქვენ ცხოვრებაში ხანდახან მაინც, აი თქვათ როცა ზოგადად რაღაც მადლი მოვა, როცა ზიარებასთან მიდიხარ და აი ესე ბარძიმს მივახლდები და ეზიარებით და ხო გქონიათ რომ იმ მომენტში რაღაც ეს პირუტყული რაღაცები შიმშილი დაწყებული გარყვნილებები დამთავრებული არაფერი ხო გქონიათ ეგეთი შემთხვევები? მე მგონი გქონიათ. თუ დაცლილი ხარ პირუტყობისაგან, ასევე გქონიათ შემთხვევები იმედია, მაგრამ უფრო იშვიათად დაცლილი ხარ დემონური სულისკვეთებისაგან, როგორიც არის ეს ანგარება, შური და ეგოიზმი და ამპარტავნება ამისაგანაც. ანუ ქრისტესთან მყოფობა ჩვენ ანგელოზის და ადამი არსებებად ხვდის ქრისტესთან მყოფობა. და როცა ჩვენ ქრისტესთან ვარ და თუ ვიქნებით, მაშინ არ გვჭირდება არანაირი გარეგანი ასკეტური ღვაწლი. ჩვენი უბედურება სწორედ იმაშია, რომ ქრისტესთან ვერავართ, ხოლო ქრისტესთან მყოფობა ყოფობისათვის არ არის საკმარისი ეს გარეგანი ღვაწლი, ის მხოლოდ საშუალება, რომ ჩემში ცოტათი პირუტყვი დავდგუნო, თორე თავარი სწორედ ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა, რომელიც ჩემი შინაგანი მდგომარეობა და არავითარ შემთხვევაში გარეგანი მდგომარეობა. გარეგნულად ეს ადამიანი პიროვნულ ურთიერთობას არ ჭირდება. ამიტომ, რადგან პიროვნული ურთიერთობისათვის არაბუნებრივია ეს გარეგანი ღვაწლი და ასკეტური ყოფა, ეს უბრალოდ ჩემს დაცემულ ბუნებას მე მჭირდება, თორე ურთიერთობას ეს თავისთავად ცხადი არ დაჭირდებოდა, მე რო ცოტა ნორმალური ვიყო. ამიტომ გარეგანი ღვაწლი თუ შინაგანის გარეშე იქნება, ჩვენში იწვევს შინაგანის გარეშე რას ნიშნავს? როცა შინაგანს ყურადღებას არ ვაქცევ, ან არ ვიცი, ან არ მესმის, ან არ მაინტერესებს, ან თვითკმარი მგონია ეს მარხვა, ეს ღვიძარება და ასე შემდეგ, ეს იწვევს ხიბლის საშიშროებას. იმიტომ რომ ხიბლი ხო სიცრუეა, სიცრუეში ვცხოვრობ მე ამ დროს. თავი რაღაცა მგონია, თავი რაღაცაში მგონია რაღაცას ვაკეთებ. სასუფეველი გულშია საძიებელი. ანუ შინაგანი ცხოვრების გარეშე ჩვენი მიახლება უფალთან შეუძლებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დავიბრუნოთ დაკარგული სამშობლო. რომ ახალი ადამიანის მემკვიდრენი გავხდეთ და მიუხედავად ჩვენი გარეგანი ეკლესიური ცხოვრებისა, კვლავ ჩვენ რჩებით ადამიანის შვილებად. მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოებებთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენს საკეთებელს პიროვნულად არ ვაკეთებ. ის რომ
შინაგანი ცხოვრება აუცილებელი სახარებაში ძალიან ბევრ ადგილას ჩანს, რომელსაც ჩვენ ესე ყურადღების მიღმა ვატარებთ ხოლმე და ჩვენ არ განვუკუთნებთ ამ სიტყვებს, სიღრმისეულად ვერ ვიგებთ. სასუფეველი გულშია საძიებელი. გახსოვთ, სასუფეველი თქვენს გულებში ეძებეთ. ეს არ არის მეტაფორა. ეს მეტაფორა არა, ეს ნამდვილი სიტყვებია. შავით თეთრზე დაწერილი პირდაპირ გაგებით გასაგები. თქვენს გულში ეძებეთ სასუფეველი. მარადისობაში გასასვლელი თქვენი გულიდან არის. თქვენ გულში, გულის ზედა ნაწილს ხშირად გვითხოვს, არის ადამიანის სული, ან უკვდავი სული. ღმერთთან შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შენ მას სულით შეხვდები. სულია ღმერთი და სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემლებს სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემას მიიღებს უფალი. ამიტომ სასუფეველი გულშია საძიებელი, ღმერთთან ურთიერთობა გულშია საძიებელი. წმინდა მამები ამბობენ, რომ სამოთხეში ყოფნა და გულში ყოფნა ერთ და იგივეა. მდგომარეობის თვალსაზრისით ეს არის ერთ და იგივე. ზუსტად. ასევე გახსოვთ ხო, ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ, ღმერთის ხილვისათვის გულის განწმენდაა საჭირო. გარეგანი ღვაწლით გული არ განიწმინდება. გარეგანი ღვაწლით ცოტათი ადამიანს ემსგავსება. დაახლოებით იგივეა, რომ დიდი ხნის ჭუჭყიანი იყო და დაიბანო. და გონია, რომ უკვე ადამიანი ხარ, ადამიანი ჯერ არ ხარ, ეგრე შეიძლება გოჭუნიას დაბანო. არა ხარ ადამიანი. უბრალოდ სუფთა არსება ხარ ფიზიკურად. გარეგანი ღვაწლი ვითარცა აი ეს გარეგანი წყლის, ანუ გარეგანი განწმენდის საშუალება. გულის განწმენდა გარეგანი ღვაწლით, ანუ მარხვით, ღამის თევით და ასე შემდეგ ვერ ხდება, იმიტომ რომ მაშინ მთელი ეს აღმოსავლური რელიგიის წარმომადგენლები სულ გულით განწმენდილნი უნდა იყვნენ, მაგრამ რომ არ ხდება ესე. ჩვენ ხო ვიცით იქ ძალიან ხშირად როგორ არის, ისინი საკუთარ ნათელს ჭრეტენ ვითარცა ღვთაებას და ღმერთს რომ ვერ ხედავენ და ვერ აღიარებენ, ადამიანი არისო ღმერთი. ადამიანი არისო ღმერთი. აი ეს ამ მდგომარეობამდე ადიან, ანუ კი არ განიწმინდება გული, არამედ უფრო და უფრო ითხრება და ბინძურდება ყველაზე საშინელი დემონური ცოდვით, როგორიც არის ამ პარტაუნება. ამიტომ გარეგანი ღვაწლით ეს პრობლემა ვერ მოგვეხსნება. და როგორც მამები ამბობენ, ეგრევე გარეგან ღვაწლს, ანუ გაეკლესიურებას იმ წამსვე უნდა მოყვეს შინაგანის თითქმის პარალელურად და მე გეტყვით, რომ პარალელურად კი არა, ხანდახან 5, 10, 15, 20 წელი გადის ეკლესიური ცხოვრებისა და ეს ჯერ დაწყებული საერთოდ არ არის და ძალიან კარგად ჩანს იგივე თქვენს ლოცვებში და ძალიან კარგად ვლინდება სამწუხარო ჩვენს ურთიერთობებში ერთმანეთთან. ამას შედეგი არ მოყვება, ან ცუდი შედეგი ექნება პირიქით. გახსოვთ ეს უფლის სიტყვები, რომ როცა მადლი შეეხება ადამიანს, დემონი გარბის იქედან და ცოტა ხნის მერე მიბრუნდება, შევიდეო, შევიხედო ჩემს სახლში რა ხდებაო და უიო, როგორ დაწმენდილი დასუფთავებული არისო, ანუ დამშვიდებული მდგომარეობა მოსწონს დემონსაც ეს და სწავა და შვიდ თავიზე უბოროტეს მოიყვანსო და შესახლდება ადამიანში. ეს იცით ვიზია ნათქვამი. ვიღაცაზე კი არა. ეს ჩვენზეა ქრისტიანებზე, ეკლესიურ ადამიანებზეა ნათქვამი. აბა ის ეკლესიის გარეთ ყოფი ესე არ ხდება. ჩვენ განვიწმინდებით მადლით, ჩვენ განეშორება დემონი ამ მადლთან ვერ ჩერდება. ხო და ჩვენ რო არა გვაქვს ღვაწლი, მადლი განგვეშორება და ამ დალაგებულ ჩვენს ბუნებას, სხეულს, რომელიც სულიწმინდის ტაძარი უნდა იყოს, ეშმაკი საკუთარ სახლს უწოდებს. წავალე ხო ჩემს სახლშიო და შემოდის ჩვენში. შვიდ თავიზე უბოროტეს მოიყვას. გესმით? და გახსოვთ მე ადრეც მithქვავს, ზოგიერთი მამა რას ამბობს? ეკლესიური ცხოვრების ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, მხოლოდ გარეგნულად, მისი ზნეობრივი მდგომარეობა ძალიან ხშირად უარესდება, ვიდრე მანამდე იყო. შეიძლება ის აღარ მრუშობს, აღარ ყაჩაღობს და აღარ ეწევა თამბაქოს და წამალს არ იკეთებს და დედას აღარ იგინება, შეიძლება. მაგრამ ზნეობრივი თვალსაზრისით ის უარესი ხდება, იმიტომ რომ ხდება უფრო მეტად ამაყი, ამპარტავანი, ფარისევლური სულის და უმადური სულის მატარებელი, რომელიც პოტენციური ქრისტეს მკვლელობას ატარებს თავის თავში. ეს ყველაფერი. მე მინდა გარეგანი და შინაგანი ცხოვრების გარეგანი და შინაგანის შედარება ცხონების საქმეში აი როგორია წმინდა წერილიდან რამდენიმე ამონარიდი და რამდენიმე ის გაგახსენოთ ადგილი. აი პირველი კორინთელთა
ეპისტოლე პავლე მოციქულისა მე-13 თავი. წინასწარ ეს იცით თქვენ ეს სიტყვები მე გაგახსენებთ უბრალოდ ამ კონტექსტში. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს და ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე რომ მთების დაძვრაც შემეძლოს. ნუ ახლა ყველაფერია ხო? წინასწარმეტყველებაც, ყველაფერი საიდუმლო, ყველაფერი იცის ინტელექტუალურადაც და ესე იგი და მადლი ნიშნავს რომ ღმერთისგან მიღებული აქვს ეს მადლი ხო? და მთების დაძვრაც შეუძლია ესეთი რწმენა, იტყვის და შესრულდება. სიყვარული თუ არა მაქვს, არა ვარ. მთელი ჩემი, ახლა ნახეთ კიდე რას ამბობს, მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის. ხო, ძნელი გასაკეთებელია, ხო, გასაგებია. და კიდე უფრო მეტი, დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, მოწამეობის ღვაწლზე დიდი ხო რა არის, არაფერი. ანუ მოწამეობრივი ღვაწლის რომ მქონდეს, დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. რაც შეეხება სიყვარულს, სიყვარული ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ სიყვარული ეს ის მდგომარეობაა, როცა შენი გული და ქრისტე განუყოფელია, სხვაგვარად ადამიანს სიყვარული არ შეუძლია. არავის არ გქონდეს იმის ილუზია, რომ აი ჩვენ სიყვარული შეგვიძლია თავისთავად. სანამ ეს ილუზია ჩვენში არსებობს, რომ ჩვენ გვაქვს სიყვარული, ჩვენ ვართ თავდაბალნი და ასე შემდეგ, ჩვენ ვიყოფებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ რომ თუ სიყვარული გაქვს თავდაბალი ხარ, ცხონებული ხარ და შენ დალოცულო რიღას გეშინია. აგე ხვალეს რომ მოკვდა უკვე სასუფეველის კარები გაიღება და მობრძანდიო ბატონო გეტყვიან შენ გელოდებოდი ზუსტათო, მაგრამ ესე რომ არ არის, ესე მარტივად რომ არ არის. სიყვარული ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი სიყვარულს იცნობს. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი რომ სიყვარულია ჩვენთვის დასანახავად ყველაზე ძლიერად მაშინ გამოვლინდა, როცა ის ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა. სანამ ქრისტეს არ იცნობ, მანამდე რა სიყვარულზე მელაპარაკებ? ქრისტეს იცნობ თუ არა, მაგაზე ადვილი რა არის? მაგის გაგებას რა უნდა? დაჯექი საღამოს, ან წამოდექი ღამე, დაჯექი სკამზე, ან საათი დაინიშნე, ან სკვნილი აიღე და ნახე, რამდენ ხანს შეძლებ ქრისტესთან ყოფნას. უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე. ოღონდ არა მექანიკურად, მანტრასავით, კრიშნაიტები რო ითვლიან მარცვლებს, არამედ ნამდვილად, სინანულით, საკუთარი უღირსების განცდით შემიწყალეო და უფალო იესო ქრისტე. აბერტი მოსინჯე და რამდენი ხანი გაძლებ. აბერტი დილას რო გაიღვიძებ და სანამ სუნთქვას დაიწყებ, აბა უთხარი შენ თავს პირობა რომ არ ჩავისუნთქავ თუ ქრისტე არ მეყოლება და მე ნახე როგორ შეძლებ. აღმოჩნდება რომ ძალიან სუსტები ვარ, მთელი შენი ბუნება ამხედრდება. აი ამის წინააღმდეგ. რამე ქრისტეს სიყვარულზეა ლაპარაკი და რომელ მასთან ურთიერთობაზეა ლაპარაკი. ამიტომ მე მის თქვა მინდა რომ სიყვარული არ იქნება მანამ ჩვენში სანამ აი ის რაც გითხარით ქრისტესთან ურთიერთობის სიხარული მოუკლებლივ ილოცვიდეთო და მარადის გიხაროდენო, სანამ ეს ჩვენი მეგზური არ გახდება მუდამ, ჩვენი ცხოვრების თანამდები არ გახდება მუდამ, სანამ ქრისტეს თვალებით არ დაიწყებ ახლა ყურებას და სანამ არც ერთი წამი არ იქნება შენთვის მართლაც ქრისტეს გარეშე, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება და არ არის ესე, არ არის და არ არის. სამწუხაროდ. აგახსენებთ კიდევ ერთ იგავს. იგავი მოწყალე სამარიტელზე. გაიხსენეთ? მღვდელი ჩაულის, ლევიტელი ანუ ღვთისმსახური ჩაულის და სამარიტელი იმ ავაზაკებისაგან ნაცემ ადამიანს და ნაგვემ ადამიანს მიხედავს. სამარიტელს არაფერი გარეგანი ღვაწლი არ ქონდა. რა ქონდა? სამარიტელი იყო, ანუ სწორი რელიგიური ცხოვრებაც არც კი იცოდა. მღვდელს თავისთავად ცხადია ქონდა, ლევიტელს თავისთავად ცხადია ქონდა, ანუ გარეგანი ღვაწლი ქონდათ, მაგრამ სიყვარული არ ქონდათ. ანუ ცხონების საქმეში ეს გარეგანი ღვაწლი მათ არაფერში არ გამოადგა. გაგახსენებთ კიდევ ლაზარეს დები, მართა და მარიამი. აბა გაიხსენეთ როგორ არის მართა რო ემსახურება და ლაზარე რო ფეხებთან ზის. და მაცხვარი ბოლოს ეუნება რომ მართა ზრუნავდა შფოთხარ მრავლითათვის, აქა ერთია სახმარ, ანუ და ლაზარე მარიამმა უკეთესი ნაწილი გამოირჩია. მარიამი მჭვრეტელია. ანუ შინაგანი ცხოვრება აქვს. ხოლო მართა არის გარეგანი ცხოვრების სიმბოლო ამ შემთხვევაში. და საინტერესო იცით რა არის, რომ გასაგებია და უფალი არც განიკითხავს ამას, განა ის ცუდია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
აი ეს არის თავარი. და მეანიშნა ამით მართას რომ ეს კარგია რასაც აკეთებ, მაგრამ ეს არის თავარი. ეს ამ შენსას თუ ეს არ მოყვა, არაფერი არ არის. და აქ კიდევ ერთი ნიუანსია საინტერესოა, მართა. ანუ გარეგანი ღვაწლი განიკითხავს მარიამს, რა არის არ მეხმარებაო და რას კიდე უბედურება უფალსაც განიკითხავს, გაიხსენეთ? არის ღვაწიო რომ უთხარიო რომ დამეხმაროსო. ანუ გარეგანი ღვაწლის მქონე ადამიანი შინაგანს არათუ მხოლოდ უბრალოდ ვერ ხედდება და ვერ ხედავს, არამედ განიკითხავს კიდევაც. და თქვენ გადაავლეთ თვალი, გნებავთ უახლეს და გნებავთ ძველ ისტორიას ეკლესიისა და ნახეთ მოღვაწე მამები, იონე კრონშტადტელი გამახსენდა, იოსებ ისიხასტი გამახსენდა, ძველები სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი გამახსენდა, ყველას განიკითხავენ. იონე ოქროპირი და გრიგოლ ღვთისმეტყველი საოცრება. ყველას განიკითხავენ, ვინ? ეკლესიის წიაღში განიკითხავენ. ეპისკოპოსები, მღვდლები, ერისხალხი ყველაზე ნაკლებად ხოლმე სხვათა შორის განიკითხავენ. აი მართები განიკითხავენ სწორედ. ვერ ხვდებიან რა იყო იონე კრონშტადტელში, რა იყო იოსებ ისიხასტი, სილვან ათონელს განიკითხავენ. ყველას ვერ ნახავთ წმინდას. ალექსი შუშანიას განიკითხავდნენ, ვერ ნახავთ წმინდას, რომ არ განიკითხავდნენ ეკლესიის წიაღში, ვინ ცოტათი სულიერია, ყველას განიკითხავენ. იმიტომ რომ მართები განიკითხავენ ყოველთვის მარიამებს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მართას მდგომარეობაში ხარ, ბრმა ხარ და ვერ ხედავ, ანუ საშიშროება გელოდება. ამიტომ ჩვენ ყველამ ჩვენ საკუთარ ცხოვრებას უნდა შევხედოთ, ჩვენში რა არის უპირატესი შინაგანი თუ გარეგანი. და თუ მე ვამბობ ესეთ რამეს, ეს შინაგანი რა არის, კაცო, არ ვიცი. და თუ გულწრფელი ხარ ამაში და მართლა არ იცი, იწყებ ძიებას. ეხლა ვიღაცა ეთქვი, ხო და გითხარი, კაცო, რაღაც გვაწოლებ. ესი ადვილად რომ ითქმებოდეს, ძმებოდათები. ჩვენი ყოველი შეხვედრა სწორედ ამის მცდელობაა ჩემის მხრიდან, რომ როგორმე რაღაცა ცოტათი ვთქვა და რა უნდა ვთქვა, წესიერად მეც არ ვიცი. მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ იმის გარეშე არ შეიძლება და რომც ვიცოდე, ვერ გეტყვით. ჩვენ უნდა მუდამ ამ თემაზე ვიფიქროთ, მუდამ ამ თემაზე ვისაუბროთ, როგორმე ერთმანეთს გავაგებინოთ. კიდევ ვიმეორებ, რომც ვიცოდე, ვერ გეტყვით. აი ნახავ წმინდა მამების შრომებს, კითხულობ ლოცვას. კითხულობ, ვერაფერს ვერ იგებ. შეუძლებელი არის გამოთქმა. შეუძლებელი სიტყვიერად ეს გამოითქოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლებელი ნიშნავს სიტყვიერად, მაგრამ არ არის შეუძლებელი გაგება და დანახვა თუ ადამიანი ხდება და აქეთკენ ისწრაფვის. შინაგანი ცხოვრება და კიდევ ერთხელ შინაგანი ცხოვრება. მე წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი საინტერესო მოღვაწეა იმით, რომ მან მთელი ძველი მამების ფაქტობრივად კონსპექტი გააკეთა, მთელი ასკეტური შრომების და მას ესეთი ასკეტური შრომები აქვს 5 ტომეული, მე-5 ტომში არის ძალიან საინტერესო სიტყვები. ასეთი სიტყვები ძალიან ბევრი აქვს წმინდა ეგნატეს. ეს კაცი არის გენიალური ადამიანი, გენიალური. 27 წლისა თუ არ ვცდები უკვე მონასტრის ის იყო მოძღვარი იყო. ეს ესეთი გავგებარი რამ არის მაშინ რუსულ სინამდვილეში. ეს იყო უჭკვიანესი, უგანათლებულესი, გენიალური ადამიანი. და მის გენიალურობა მის ამ 5 ტომებში ძალიან კარგად ჩანს და ალბათ ყველას უნდა მეტნაკლებად ყველა უნდა კითხულობდეს მას და აი მე 5 ტომში ესეთ სიტყვებია. ნახეთ, რაც უფრო ძლიერია მოღვაწის გარეგანი ხორციელი ღვაწლი, მით უფრო ძლიერია და განუკურნებელია მასში თავდაჯერებულობა. რა საშინელი სიტყვებია, წარმოგიდგენიათ. მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მაგრა იღვაწებს გარეგანულად. ძლიერია და განუკურნებელის თავდაჯერებულება. ეს მე-5 ტომში. თავდაჯერებულობა ურჩობაში ვლინდება. გასაგებია, ხო? თავდაჯერებული ვარ, ვის დაუჯერებ? აფა ერთი მითხარი რამე, ერთი გამიბედე რამე. მე ისე ვარ თავდაჯერებული. ურჩობაში ვლინდება და იმ წამსვე, როგორც კი ურჩობა ვახსენეთ, იმ წამსვე გაგვახსენდა და მოვედით დღევანდელ დღეს ისე. ადამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცოდვა რა იყო? სწორედ ურჩობა, ღვთისადმი. და რადგან ჩვენ ადამიანის ნაშიერნი ვართ, ურჩობით გაჟღენთილები ვართ. თავდაჯერებულობა კიდევ ისეთი რამ არის, რაც ხელს უთხრეს მიტევების კვირაც ხომაა და
თავდაჯერებულობა ხელს გვიშლის სხვას მიუტევოთ. იმიტომ რომ როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ეჯახება, ყველას თავის სიმართლე აქვს. აი მე რო ვარ ჩემ თავში თავდაჯერებული და ჩემ სიმართლეში როგორ უნდა მოგიტევო? ისე ფორმალურად შემილია და ფორმალურად შემილია შენდობა ვითხოვო, იმიტომ რომ მე ვარ თავდაჯერებული ჩემ სიმართლეში. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ მიტევებაზე, პატიებაზე, შენდობის თხოვნაზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს უბედურება, რაც ჩვენში ესე ძლიერია, ხო, რაც ადამიანთან მოგდობს, ეს ხელს გვიშლის. და ამიტომ გამოსავალს ნახეთ რა საშინლად პოულობთ. მიტევებაშიც, სინანულშიც და შენდობის თხოვნაშიც მივმართავთ ხოლმე რელიგიურ სქემებს. აი მაგალითად დღეს შენდობის კვირა იქნება და აბა ეხლა ხო უნდა ან ზიარების წინ ეხლა ხო უნდა ვეზიარო და რო უნდა ვეზიარო იმასთან ნაჩხუბი ვარ ეხლა ნუ უნდა მივიდა აი შემინდე ძმაო შემინდე დაო და წავედი ვეზიარე. ფორმალურ ხასიათს ვატარებ. ხოთაშორის ეს ამას ქრისტე საოცრად ებრძვის. აი მაგალითად მე მახსენდება განსაცვიფრებელი ადგილი წმინდა წერილიდან, როდესაც მეძავ ქალს, რომელსაც წაასწრებენ მრუშობაზე, დაიჭერენ და მიყავთ ქრისტესთან. ძველი აღთქმის კანონი. ადამიანი, რომელსაც ცხადად წაასწრებენ მრუშობაზე, იქვე გაყავდა ქვებით ქოლავენ. სასტიკი სასამართლო, სასტიკი მოპყრობა ერთის ხრი დამნაშავესადმი, მაგრამ ამას თავისი აუცილებელი ეს ღვთისგან იყო, მე მინდა გითხრათ, ეს არ იყო მოსეს თვით შემოქმედება, მაგრამ ამას თავის დანიშნულება ჰქონდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ღვთისგან იყო, ღმერთივე, რომელიც ადამიანად მოდის, ნახეთ რა საოცარ რაღაცას აკეთებს. წაიყვანენ და გასაგებია ქრისტეს გამოჭერა უნდა აბა თუ იტყვის რომ ჩაქოლეთ, ესე იგი რომის ხელისუფლებასთან დაასმენენ, რომ ესე იგი სიკვდილით ყლაზე გვაყურთხებს და ამიტომ რომის კანონების მიხედვით დამნაშავეა. თუ იტყვის რომ არ ჩაქოლოთ, მაშინ ესე იგი მოსეს ჯულს არღვევს და მოსეს ჯულის შეურაცხყოფელი უნდა მოუკლათ ქრისტე და ასე შემდეგ. ეს მეორე მხარეა. თამად მაცხოვრის დამოკიდებულება ნახეთ როგორია, ჯერ ერთი რომ ამანკესი არ წამოეგება, ეს გასაგებია, მაგრამ აქ სხვა რამ არის საინტერესო. მაცხოვარი ისე რომ ჯულს არ უარყოფს. ანუ დედაკაცმა შეცოდა და მას უკვე კანონით ეკუთვნის სიკვდილი. სინანული შეიძლება კონდეს, მაგრამ მაინც მოკლავენ. და მე ღვთის წინაშე წარდგება როგორც მონანული და ალბათ ტანჯვით განწმენდილი, მაგრამ კანონი ხისტად მოქმედებს. ანუ სინანულისათვის არსებობს ხისტი კანონი, მიტევებისათვის აღარ არის ადგილი, მიტევების ადგილიც კანონმა დაიკავა. ქრისტე საოცარ ამას აკეთებს. ისე რომ კანონს არ უარყოფს, ქრისტეს არ უთქვია რომ არ ჩაქოლოთ. არამედ ქრისტემ თქვა, ისეთი რამე თქვა, მოკლედ თქვენ იცით, რომ ვისაც უცოდველი ემან დაარტყას პირველი ქვა. ანუ ქრისტე ესეთ რამეს აკეთებს, რომ ადგილს აჩენს მიტევებისათვის. სიყვარულისათვის. ანუ სინანულიც, შენდობაც და მიტევებაც აი ამ კანონისტური რეგლამენტიდან გამოყავს ხისტის სქემებიდან. და პიროვნულ ურთიერთობის რანგში აყავს. გესმით რას აკეთებს? და ადამიანის პასუხისგებლობას ძალიან ზრდის. ანუ შენ რაღაცა დააშავე და ხისტი კანონით ესე და ესე მოგექცევი კი არა. ხისტი კანონი კი ბატონო არსებობს, მაგრამ უცებ მე ვდგები პასუხისგებლობის წინაშე. პიროვნულად მე როგორ მოგექცე? მე დაგარტყა თუ არა გვა, მაგრამ ქრისტე მაიძულებს რომ ჩემ თავში ჩავიხედო. მე მაქვს თუ არა ამის უფლება? ეს გავაკეთო. ამიტომ ჩვენ ურთიერთობებშიც ჩვენ ძალიან ხშირად ესე ჩვენ თვლით რომ ის უსამართლოდ მოიქცა და ხისტის სქემით აბა რაღაც ესე მოიქცა ამის ღირსია, მაგრამ ქრისტეს ხანერად გეუბნება საკუთარ თავს ჩაიხედე და პიროვნულ ურთიერთობის რანგში აიყვანე ეს მიტევება, არ მიტევება და შენდობა და ასე შემდეგ და სინანული გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანა ქრისტე, ისე რომ კანონი არ უარყო, ეს მხოლოდ ღმერთს შეეძლო ესე უცნაურად გაეკეთებინა. აი ესეა. ამიტომ ჩვენ თავდაჯერებულობა, რომელიც ესე გვაქვს ამ ღვაწლისაგან და ჩვენ ყველას აბსოლუტურად. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ესეთი მოღვაწეები არა ვართ, ჩვენ ყველა თითოეულ ჩვენთაგანში, მღვდლებშიც, სახურებშიც, მრევლშიც, ყველგან ძმებოდადებო დომინირებს გარეგანი ღვაწლი. ზოგ შემთხვევაში შინაგანი ღვაწლი საერთოდ არ არის. და ზოგ შემთხვევაში ისეთი უსუსურია, რომ გარეგან ღვაწლს ვერ ჯობნის, დომინირებს. რადგან დომინირებს, ამიტომ ვართ თავდაჯერებული. და თავდაჯერებულობა, როგორც გითხარით,
ურჩობაში ვლინდება. და ურჩობა სწორედ ის ცოდვა, ერთ-ერთი მძიმე ცოდვა, რითაც ადამი გარეთ გამოიდევნა. ურჩობა რითი განიკურნება? ნებისმიერი ცოდვა განიკურნება მისი საპირისპირო სათნოებით. ანუ ურჩობა განიკურნება მორჩილებით. რა არის მორჩილება? გესმით, ამ საკითხებზე იმიტომ საუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ თუ არ განვიკურნებით აი ამ ცუდი რაღაცებისგან, რაზეც ჩვენ საუბრობთ და თუ არ გვეცოდინება გზები, როგორ გავაკეთოთ ეს, მაშინ ჩვენ ბუნებრივია რომ აღმოჩნდებით იქ, სადაც დაცემული ბუნება შეიძლება იყოს. მორჩილებაზე ვსაუბრობთ. რა არის მორჩილება? და ეს ყველაფერი ჩვენ შინაგან ცხოვრებას ეხება, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მოიპოვებ ამ სათნოების და ვერ გამოხვალ ამ მდგომარეობიდან თუ შინაგან ცხოვრებას არ დაიწყებ, ანუ ღმერთთან იმ შინაგან ურთიერთობას, რომელიც სიმდაბლით იწყება, ასევე მორჩილებაზეც გეტყვით და ორ რამეში ვლინდება. ეს არის ლოცვა და ეს არის მოყვასთან ურთიერთობა. ლოცვასთან შეეხება ამაზე ხშირად გვითხოვს, ადამიანი შეიძლება 1 თვის, 2 თვის, 6 თვის მოსული იყოს, თქვა 5 წლის მოსული იყოს მაგალითად და კიდევ კითხულობდეს აქედან აქამდე წავიკითხე, ესე იგი ვილოცე. მაგრამ ოდესაც წლები გადის და ჩემი ლოცვა კიდევ აქედან აქამდე წაკითხვა, უკვე საქმე ცუდად არის, იმიტომ რომ ეს ლოცვა არ არის. ეს არის ერთგვარი სქემები, მოდი ესე ვთქვათ, რა მაქვს ღმერთთან სათქმელი და დისციპლინის გამომუშავებისათვის მე უნდა ვისწავლო დგომა და ღმერთთან და ვისწავლო წაკითხulis გააზრება და განცდა. და როდესაც დისციპლინა მეტნაკლებად გამომუშავებული მაქვს, როცა წაკითხulis განცდა, გააზრება და განცდა შემიძლია, როცა უკვე ღმერთთან სალაპარაკო ენა ჩემთვის უკვე ცნობილია, როცა მე უკვე ვიცნობ ქრისტიანობას წმინდა წერილით, ანუ წმინდა წერილის გარეშე ესარხდება, როცა საიდუმლოებასთან ახლო ვარ და საიდუმლოებები ჩემზე მოქმედებს და ღმერთის უმიკაკუნებს გულზე. აი მერე უკვე ნელ-ნელა უნდა ადამიანი გათავისუფლდეს აქედან აქამდე წაკითხვისაგან და დაიწყოს გაცოცხლება ლოცვისა, რომელშიც უდიდესი წვლილი აქვს იესოს ლოცვას კიდევ მეორე. ეხლა მორჩილებასაც შეეხება. მორჩილება არ ესმით ხოლმე, არ გვესმის ხოლმე, მაგრამ ხშირად გვითხოვს, რომ მორჩილება ეს არის საიდუმლოება, რომელიც სიტყვერად ესე ადვილად არ განიმარტება და არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის ეს მონობა, არც სულიერი შვილისა მოძღვრისადმი და არც მოძღვრის დამონება სულიერი შვილისა, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. რა ჩემი მორჩილი უნდა იყოს, ჩემი მორჩილი უნდა იყოს, ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ვინმე თეოდორეს მორჩილი იყოს. ღმერთმა დაგიფაროთ. მორჩილება სხვა რამეს გულისხმობს და აი ამის გაუგებრობა ქმნის პრობლემას. მე ადრე გითხარით, რომ გარეგანი მორჩილება მონასტერში რაც არის. შეიძლება ადამიანი იყოს გარეგნულად მორჩილი, მაგრამ არ იყოს არსით მორჩილი. შეიძლება ადამიანი გარეგნულად მორჩილი კი არ იყოს, ერისკაცი იყოს, ოჯახი, მეუღლე ყავდეს, შვილები და ასე შემდეგ და იყოს შინაგანად მორჩილი. მორჩილება ეს არის შინაგანი მდგომარეობა, ნორმალური ჯანსაღი მდგომარეობა ქრისტიანისათვის. რა არის მორჩილება? მორჩილება არის პრინციპი, რომელიც ადამიანის თავად შექმნაში, შესაქმის არ შეძევს. ადამიანი რო შეიქმნა, იქ უკვე მორჩილება პრინციპად ედო. ნახეთ, რას გულისხმობ ამაში. და მარტო ჩემი აზრები არ არის ეს, თავისთავადია ხვდებით. ჩვენ გვკითხავ ვინმე, როცა მოგცა ყოფიერება. ჩვენ კითხავ ვინმე, რომ აი შენ უნდა გაჩნდე, კონკრეტულად არავინ არ კითხა. შენ ჩდები სახთო განგებულებით, აი შენ ჩდები და ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ ეს შენ ხარ, როცა იზდები. ანუ ყოფიერება გეძლევა ისე, რომ არავინ არ გეკითხება. ეს კიდე არაფერი, ეხლა ჭიასაც ეძლევა ყოფიერება და ჭიას დაღვყავს. თავარი შენ გეძლევა უკვდავება, ანუ ყოფიერება, როგორი ყოფიერება, რომელიც მუდამ იქნება თავისუფლებასთან ერთად. ნახეთ, ყოფიერება თან უკვდავი და პლუს თავისუფლება, ანუ უდიდესი პასუხისგებლობა. შენ შეიძლება თქვა, რომ მინდოდა ეხლა მე ესა. ეს პრობლემები იმიტომ აქვს, რომ თავისუფლება მომეცა და მეუნებია სწორად უნდა იცხოვრო და მე კიდე არ შემილია. რა მინდოდა ეხლა ეს რა დღეს ჩამაგდეს? მე კითხებოდა რომ ომში გამიშვეს? ანუ ჩვენ ისე მოგვეცა მარადიული ყოფიერება და თავისუფლება, ანუ პასუხისგებლობის წინაშე ისე დაგვაყენეს, რომ არც არავინ არ კითხა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილებით უნდა მივიღო ეს. გესმით ის თქმა მინდა. ანუ რადგან ჩვენ არ გკითხეს და ისე მოგცეს ეს უდიდესი პასუხისგებლობა, თავისუფლება, ეს ნიშნავს, რომ მორჩილება ამ ყველაფერს თანყვება. ანუ მორჩილება თავისუფლებასთან ერთად არის ის
ასე ამბობენ ხომ პირველ საწყისი, ანუ ონტოლოგიური ბაზისი, რომელზეც მთელი ჩვენი ყოფიერება არსებობს. ისე რომ ჩვენ არ ვკითხეს, მორჩილება და თავისუფლება, აი ამ ბაზაზე არის აშენებული ჩვენი არსებობა, ანუ ყოფიერება. გვინდა თუ არ გვინდა ესია. ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. ანუ თუ ადამიანი შეგნებულად თავის თავში ებრძვის თავისუფლებას, ხო არანორმალური მოვლენა, ასევე არანორმალური მოვლენაა, როცა ადამიანი შეგნებულად თავის თავში ებრძვის მორჩილებას, იმიტომ რომ მისგან გაქცევა არის შეუძლებელი. ადამიანმა ეს მოინდომა და რა გამოვიდა კიდევ ვინახე. ეს არის და თანახერა უცნაურია. უცნაური კიდევ ისაა, რომ თავისუფლება და მორჩილება თითქოს ერთმანეთზე წინააღმდეგება. გახსოვთ, ხშირად მithქვავს, რომ ქრისტიანობაში ყველაფერი ანტინომიურია. ღმერთი სამია, ერთია. ქრისტეში ორი ბუნებაა, ერთი პიროვნება. გესმის? ყოვლადწმინდა სამებაში ერთი ბუნებაა, სამი პიროვნება და ასეა უამრავი რაღაცა, თქვა, იგივე სულიერ ცხოვრებაში და ერთ-ერთი რაც არის, აი ეს არის. თავისუფლებაც და მორჩილებაც არის ის კვარცხლბერკი, ის საძირკველი, რომელზეც ჩვენი ყოფიერება ძევს და ეს ერთმანეთთან როგორ უნდა შეათანხმო ანტინომია. ანტინომია კი ხშირად გვითხოვს, რომ არის ისეთი რამ, რომელიც ლოგიკურად ვერ თანხმდება ერთმანეთთან, მაგრამ ცხოვრების წესით, სწორი ცხოვრების წესით ხდება მათი აი ამ წყვილის თანაარსებობა და ამ თანაარსებობის რეალიზება. ეს თავის დროზე უნდა გაეკეთებინა ადამიანს ეს უნდა გაეკეთებინა. აი ეს არის ადამიანის არსების სიდია და ქრისტე რო ამბობს, გველივით ბრძენი იყავიო, აი ესეც იგულისხმება და პირველ რიგში ეს იგულისხმება, რომ ეს მოახერხო, შეინარჩუნო თავისუფლება და იყო თითქმის აბსოლუტურად თავისუფალი ზნეობრივ არჩევანში და აბსოლუტურად თითქმის თავისუფალი, აბსოლუტურად მორჩილი ასევე ღმერთთან. ესე იგი, თან თავისუფალი და თან მორჩილი ერთდროულად. ეს იყო ადამიანის დავალება. ადამიანმა ეს ვერ გააკეთა. რატო აქვს ეს დავალება ესეთ რთული ადამიანს? იმიტომ აქვს ეს რთული დავალება ეს ადამიანს, რომ და ცხონებას ამაზე აფუძნებული, რომ ჩვენ უბრალოდ ქმნილ არსებებად ვიყოთ ესე, როგორც სხვა ქმნილი არსებები არიან, ესეთ რთული დავალება კი არ გვექნებოდა. საქმეც იმაში, რომ თითქმის მაიმუნებს გავართ, კაცო და ღმერთად ყოფნა განგვიწესა უფალო. გესმით რა შეასაქმე? ანუ ღმერთი უნდა გახდე, რის გამო ჩვენ და ცელსიუსი რო დაგვრცინოდა, ჭიაყელასო უნდაო, ეს ეგიზეცაში ავიდესო. დიახაც, ეს დავალება გაქვს, ჭიაყელა ხარ, მატლვარ და არაკას დავით მეფსალმუნი ამბობს და ღმერთი უნდა გახდე. დავალება არის ძალიან რთული. უბრალოდ ჩვენი მოწოდება არის ძალიან რთული. ძალიან რთული რამისათვის ავართ მოწოდებული. ამიტომ თუ იტყვი რომ აბა საათ მორჩილება, საათ თავისუფლება, კაცო აღარ შემიძლია თავი დამანებეთ. ხო, მაგრამ მაშინ ღმერთობაზე უარი უნდა თქვა და აღმოჩნდები იქ სადაც მარადიული ტანჯვა. და რა არის მარადიული ტანჯვა უპირველეს ყოვლისა? ის რომ აი ადამიანი ღმერთი უნდა ყოფილიყავი და გადაიქეცი დემონად. აი ეგ არის. მეტი არაფერი და ეს თავისავე ცხადია საშნელებაა და ვის უსურებ ამისთან ახვედრს, არც საკუთარ თავს და არც სხვას. ეხლა ალბათ გასაგები ხდება, როდესაც ამბობენ ხოლმე რომ მორჩილებაო ლოცვაზე და მარხვაზე უპირატესიაო. ხო გახსოვთ, გამიგია მამების გამონათქვამი და გვიკვირს კაცო. და ღმერთთან დაგვიფაროს მოძღვრება ეს მოვირგოთ საკუთარ თავზე. აბა მორჩილება მარხვაზე და ესე იგი ლოცვაზე უპირატესია და მე მორჩილე და არა, ეს კი არ იგულისხმება. იგულისხმება სწორედ ის, რომ ეს პირველიცა და მეორეც. ანუ ლოცვაცა და მარხვაც დაფუძნებულია სწორედ აი იმ საფუძველზე, პირველ საწყის ონტოლოგიურ საფუძველზე, რასაც მორჩილება ქვია. სხვანაირად ლოცვასაც და მარხვასაც აზრი ეკარგება. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში, ანუ ღმერთთან თუ გვინდა დაუბრუნდეთ, ეს ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ. შინაგანი ცხოვრება დავიწყოთ და ჩვენი მარხვაცა და ლოცვაც მორჩილებაზე და თავისუფლებაზე ავაგოთ. და რადგან ეს რთულია და შეუძლებელიც კია, ხო, მორჩილება და თავისუფლება ერთმანეთს გამორიცხავს, როგორც ცეცხლი და წყალი მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აქ შემწეთ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე შეიძლება გვევლინებოდეს. მობაძავ ჩემ და იქმნით ვითარცამე ქრისტესა. აი ეს სიტყვები მეც მეხება, შენს გეხება და თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. ხოლო ეს რომ მოხდეს, უნდა ვიცნობდეთ ქრისტეს და ჩვენ მასთან შინაგანი გულისმიერი
ურთიერთობა უნდა გქონდეს. კიდევ ვიმეორებ, ეს კიდე ლოცვა, მაგრამ ლოცვის საძირკველი მორჩილებაა, ხოლო მორჩილება არ არსებობს სიმდაბლის გარეშე, ანუ საკუთარი თავის ადეკვატური, სწორედ დანახვის გარეშე. ბერთმა მოგცეს ამის ძალა. იმედია, რომ ჩვენი ეს საუბრები არ დარჩება ხმად ღაღადებლისა უდაბნოსა შინა და იმედია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს დაეხმარება, ვიფიქრებთ, გავიაზრებთ და ცოტა-ცოტა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავწევთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.